გამარჯობა, მე ჰიტა ვარ და მე 160 IQ მაქვს. დღევანდელ ვიდეოში ისეთ რამეს მოგიყვებით, რაც შოქში ჩაგაგდებთ. თქვენ ეცდებით მეგობარს მოუყვეთ, თუმცა დიდი ალბათობით არ გამოგივათ და შემდეგ ამ ვიდეოს აშვენებთ. ამ ვიდეოს ნახვის შემდეგ თვალსაწიერი გაგიზრდებათ და რაღაცეებს სხვანაირად აღიქვამთ ცხოვრებაში. ყოველ შემთხვევაში მე ამის დიდი ამბიცია მაქვს, რომ შევძლო. ნახოთ რამდენად გამომივა, რამდენად mind-blow ვიდეო გამოვა. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ წინა ვიდეოში შემთხვევით ავხსენე თუ რამდენად პატარაა ატომი. თან ჩემს არხზე ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ვიდეოა თუ რამდენად დიდია სამყარო. ამაზე გადავიღე ვიდეო გონი 3 წლისია. რა მასშტაბებზეა მაგალითად დედამიწი და მზე, ან სხვა galaktikები, ან ზოგადად რამხელა მთლიანად ხილული სამყარო. და მაგარი ვიდეო გამოვიდა და თქვენს ძალიან მოგეწონათ. და ამ ჩემს წინა ვიდეოზე ატომის ზომაზე სადაც საუბრობდი, ვიღაცამ დამიწერა კომენტარი. ჰიტა როგორც კოსმოსზე გადაიღე ვიდეო დიდ მასშტაბებზე, იგივე სტილის mind-blow ვიდეო გადაიღე მცირე მასშტაბებზე. და მე ვიფიქრე რომ მოდი მეთქი კარგი აზრია. ყველაზე დიდ რაღაცეებზე თუ გადავიღე ვიდეო, რაც კი კოსმოსში არსებობს. მოდი გადავიღოთ ყველაზე პატარაზეც. მიკროსკოპით რო რაღაცეებს ჩააკვირდე 3-მდე არის სიღრმე. და მოდი ამაზე უბრალოდ ვიდეო კი არ გადავიღოთ, არამედ გამოვთვალოთ. ადამიანთან შედარებით, ჩვენთან შედარებით, რამდენად დიდია ვარსკვლავები, galaktikები, გიგანტური კოსმოსური ობიექტები თუ სხეულები თუ რაც არის. და ადამიანთან შედარებით რამდენად პატარაა ის პატარა რაღაცეები, რაც ვიცით რომ არსებობს. და შემდეგ შევადაროთ, ანუ სამყარო უფრო ღრმაა დიდ რაღაცეებში, სიდიდეში, კოსმოსში, ადამიანიდან ყველაზე დიდ ციურ სხეულებამდე, თუ სამყარო უფრო ღრმაა პატარა რაღაცეებში, ადამიანიდან ყველაზე პატარა რაღაცეებამდე, რაც ვიცით რომ არსებობს. შუაში ავიღოთ ადამიანის ზომა საზომად, იმიტომ რომ ჩვენ თავს შევადაროთ. ეს საკითხი ასე დანახული ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა და საინტერესო იქნება ამის გამოსვლა, ისედაც ძალიან მაინტერესებს უკვე და თან ვიდეოს გადაღებაც გასწორებს. ვიდეოს დალაიქებაც არ დაგავიწყდით. ეს მე мотиваციას მომცემს უფრო მეტი საინტერესო ვიდეო რომ შევაგთავაზოთ ხოლმე. და ჩემი არხით გამოიწერეთ 1-ით მეტი კეთილი საქმე გექნება დღეს გაკეთებული. კაია მაინც. მოდი სანამ მე ამ ყველაფერს გამოვთვლი, თქვენ როგორ ფიქრობთ საინტერესოა შედეგის ცოდნამდე? ადამიანთან შედარებით, ატომები და ეგეთი პატარა რაღაცეებში გზა უფრო გრძელია, თუ უფრო მოკლე, მაგალითად, დიდებში კოსმოსთან შედარებით. რომ არ დაგიმალოთ, მე მეგონა, რომ ადამიანის ზომა სადღაც შუაშია. მოდი ახლა დავიწყოთ გამოთვლა. თუ ჩემი ვიდეო სამყაროს გიგანტურ ზომაზე ნახი გაქვთ, უყურეთ მაინც და გავიწყებოდათ ძველი ვიდეოა. ამ ვიდეოშიც ავხსნი მაგას ცოდვათი, მაგრამ პატარა რაღაცეებზეც წარმოდგენა რომ შევიქმნათ, რამდენიმე მაგალითს მოგიყვანთ მაგისთვის. მაგალითად, ადამიანის თმის ერთ ღერში 9 მილიონი ატომია. თმის ერთი ღერი არის 9 მილიონი ატომი. თმის ერთი ღერი წარმოვიდგინეთ ადამიანის საშუალო თმა და 500,000 ჯერ რომ გაყო მაგდენი ატომისგან შედგება. ჩემი არხის მთავარი პარტნიორია საქართველოს ბანკი. ასევე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების და საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია. რაც ნამდვილად კარგია. ახლა გავაგრძელოთ ადამიანის ზომის შედარება სამყაროში არსებულ ყველაზე დიდ და ყველაზე პატარა რაღაცეებთან და თან გამოვთვალოთ. მასშტაბი რომ აღვიქვათ კარგად, და ვიცოდეთ რომ ადამიანი საშუალოდ ითვლება სიმაღლეში 1 მეტრი და 70 სანტიმეტრი. პატარა მასშტაბზეც რომ გქონდეს რაღაცა შესაძლებელი, ატომი ალბათ ყველაზე კარგი არის. მაგალითად, ატომის ზომა არის 10 ხარისხად -10 მეტრი. ხარისხში რამდენიც წერია, ეგ ნიშნავს, რომ ერთიანი და მაგდენი 0 გაყოფილი ამ მასშტაბზე. ანუ ესე უხეშად რომ აგიხსნათ, როცა ვამბობთ, რომ 10 ხარისხად -10 მეტრი, ნიშნავს, რომ 1 მეტრი გაყოფილი რიცხვზე, რომელიც იწერება ერთიანით და 10 ნულით. 9 ნულისგან ხომ იწერება მილიარდი. მე-10 ნიშნავს, რომ ანუ 10 მილიარდი. 10 ხარისხად -10 ნიშნავს 1 მეტრი გაყოფილი 10 მილიარდზე. ეგ არის ატომის ზომა. აი მაგალითად, ჩემს ხელში არსებული ატომები, ის ატომების რაოდენობა, რისგანაც ჩემი ხელი შედგება, რომ გადაიქცნენ აი ესე ამ ხალხს სათამაშოდ. თითო ატომი, სათამაშო ჩალენჯერები მაქვს. ანუ მოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ. ჩემს ხელში არსებული, ხელის მტევანში არსებული ატომების რაოდენობა და თითო ატომი აი ამ ხელას სათამაშოდ რომ გადაიქცეს, ჩემი ხელი უფრო დიდი გახდება, ვიდრე დედამიწა. ეს ხო საოცარია. ასევე მე მაუცებს სიცარიელე, ზოგადად სიცარიელე. კოსმოსშიც და სულ აღნიშნავ იმას, რომ კოსმოსში რომ ავიხედავთ და ვარსკვლავით მოჭედილიცა, სინამდვილეში უკიდეგანო სიცარიელია და ყველაფერი უნორმოდ შორს არის ერთმანეთისგან. და როგორც დიდ მასშტაბებში არის სიცარიელე, დაახლოებით ეგეთი სიცარიელია პატარა რაღაცეებშიც. მაგალითად, თვითონ ატომში 99.999999999% ცარიელია. და თუ ეს ატომის
ფორმა სუცარიელია და შიგნით არის ამ ატომის ზომაზე 100,000 ჯერ პატარა ატომ ბირთვი და დანარჩენი სიცარიელია. დანარჩენი ატომში არის სივრცე, სადაც ელექტრონი დახტის. სკოლაში როგორც გვასწავლიან, რომ ატომში თითქოს ესე ორბიტებია და ამ ორბიტებზე ელექტრონი მოძრაობს წრეზე, ეგ არასწორია. სიამდვილეში ორბიტები არ არსებობს. არის ესე ატომი თუ არის ამხელა 100,000 ჯერ პატარა ბირთვი და ბირთვის ირგვლივ ესე სხვადასხვა ადგილზე შემთხვევითობის პრინციპით დახტის ელექტრონი. ატომის მოცულობად განისაზღვრება ადგილი, რომელიც ელექტრონის პოტენციური არსებობის ადგილია. და ორი ატომი როცა ერთმანეთს ეხება, ამ ელექტრონის პოტენციური არსებობის ადგილებით ეხება ერთი ატომი თუ აქ არის 100,000 ჯერ პატარა ბირთვით და ეს ელექტრონი დახტის, მეორე ატომი ესე გვერდით არის 100,000 ჯერ პატარა ბირთვით და გვერდზე მისი ელექტრონის პოტენციური არსებობის ადგილი. გარშემო და ამ ორი რაღაცით ერთმანეთს ეხებიან. ფაქტობრივად სიცარიელებით ეხებიან ერთმანეთს. ელექტრონის პოტენციური არსებობის ადგილებით ეხებიან. ეს ცალკე სიგიჟეა. ამაზე დაყრდნობით შეუძლია ესე კიდე უხეშად ვთქვათ, რომ ყველაფერი სიცარიელია და ცოტა ლამაზად თუ გვინდა ვთქვათ, კარგად ორგანიზებული ენერგია და სივრცეა. მოდი დაკვირვებადი სამყაროც ავხსნათ უცებ და შემდეგ გადავიდეთ უფრო საინტერესო თემებზე. ამ უკიდეგანო კოსმოსში ჩვენ ვართ გამოკიდებული შუაში. ჩვენი დაკვირვებადი სამყაროსთვის ჩვენ შუაში ვართ, რადგან ყველა დანარჩენი მხრიდან მოდის ინფორმაცია. და დაკვირვებადი სამყარო ქვია იმ ტერიტორიას, საიდანაც სინათლე შეუძლია ჩვენამდე მოაღწიოს. NASA-ს ინფორმაციით ახლა ეს მასშტაბი არის 93 მილიარდი სინათლის წელიწადი. ანუ ესე ჩვენ რომ შუაში ვართ, გვერდიდან 46 მილიარდი სინათლის ინფორმაცია მოდის და აქედანაც კიდე 46 და ესე დაახლოებით 93-ია. სინათლე არის სამყაროში რაც არსებობს ყველაზე სწრაფი, 300,000 კილომეტր/წამით მოძრაობს. 93 მილიარდი წელი ჭირდება ყველაზე სწრაფ რაღაცას, რომ გაიაროს ამ მასშტაბში. ეს არის სამყაროს მასშტაბი. დიდ რაღაცებში. ასევე ერთიანით და 21 ნულით იწერება რიცხვი, რომელსაც ქვია სექსტილიონი. სექსტილიონზე მეტი ვარსკვლავია კოსმოსში. კოსმოსში უფრო მეტი ვარსკვლავია, ვიდრე ქვიშის მარცვალია დედამიწაზე. და თვითონ ეს ვარსკვლავებიც იმდენად შორს არის ერთმანეთისგან, რომ ახლო მდებარე ვარსკვლავებს შორისაც კი ისე ვარსკვლავის ზომით რომ დავითვალოთ, მილიარდობით ვარსკვლავი ჩაეტევა. ერთი ვარსკვლავიდან მეორე ვარსკვლავამდე. ეხლა წარმოგიდგენთ დედამიწაზე რაც კი ქვიშა არსებობს, ყველა რომ გააბნიოთ ცაში, ყველა ქვიშის მარცვლიდან უცებ გიგანტურ სუპერვარსკვლავებად რომ გაიზარდოს და იმხელა მასშტაბებით დაშორდეს ერთმანეთს. ყველაზე ახლოებიც კი, რომ ერთმანეთს შორის მილიარდობით ისე გიგანტური ვარსკვლავები ჩაეტიოს. ახლა გადავიდეთ ვიდეოში სხვა ფაზაზე. ეს ზოგადი ინფორმაცია ცოტა ხანი დავივიწყოთ და ფოკუსირებულად ჩავიდეთ სიღრმეში. რადგან ყველაფერს ვზომავთ მეტრებში, მოდით წარმოვიდგინოთ რა არის 1 მეტრი. 1 მეტრი დაახლოებით არის გიტარა. 1 მეტრი არის დაახლოებით 1 მეტრიანი ბიტა, ან 1 მეტრიანი დიდი ბურთი. და ყველაფერი არის 1 მეტრი, რაც არის 1 მეტრი. და მოდი 1 მეტრზე მეტი აღარ ვისაუბროთ, იმიტომ რომ იცით ისედაც. მაგრამ მოდი წარმოვიდგინოთ მეტრებში 10 ხარისხად -1. როგორც გითხარით, რადგან 1 წერია, 1 ეწერება 1 0 და უბრალოდ 1 მეტრი უნდა გავყოთ 10-ზე, რაც იქნება 10 სანტიმეტრი. რა არის ჩვენ ცხოვრებაში 10 სანტიმეტრი? 10 სანტიმეტრი არის კვერცხი მაგალითად ქათმის, შეიძლება ასანთის ღერი ან თაგვი და რაღაცა ეგეთები. მოდი უცებ 1000 ჯერ პატარა ზომაზე გადავიდეთ. დაახლოებით 1 მილიმეტრი. 10 ხარისხად -3. ეს არის მეტრის 1000-დი. ეს ზომა არის უკვე ქვიშის მარცვალი ან მარილის ნატეხი ან რაღაცა ეგეთი. თუ ავიღებთ 10 ხარისხად -4-ს, აქედან უკვე შეუიარაღებელი თვალით ვეღარ ხედავთ. ანუ ჩვენი თვალი ვეღარ ხედავს ამაზე პატარა რაღაცებს. 10 ხარისხად -4 იქნებოდა 1 მეტრი გაყოფილი 10,000-ზე. ანუ 1 მეტრი რომ 10,000-ზე გავყოთ, მაგას უკვე ჩვენი თვალი ვეღარ ხედავს. გადავიდეთ 10 ხარისხად -6. ეს არის უკვე 1 მეტრის მემილიონედი. ეს უკვე ნიშნავს, რომ ქვიშის მარცვალი კიდევ 1000 ჯერ დავაპატარავეთ და ადამიანის თმის სისქესთან შედარებით კიდევ უფრო 100 ჯერ პატარაა. ბაქტერიაზეც კი 10 ჯერ პატარა ზომაა. აქ შეიძლება ვიპოვოთ ისეთი რაღაცები, როგორც არის დიდი ვირუსები. ხომ არ გონია რომ ძალიან ჩავედით უკვე. ეს მასშტაბი ძალიან ჩვეულებრივად შეგვიძლია კიდევ 1000 ჯერ დავაპატარავთ. 10 ხარისხად -6 დავუმატოთ 3 0, 10 ხარისხად -9. ანუ 1 მეტრის მემილიარდედი. ეს არის უკვე ზღვარი, როცა ოპტიკური მიკროსკოპი ვეღარ ხედავს. დნმ-ის მოლეკულა არის დაახლოებით ამ ზომის. 10 ხარისხად -9 მეტრის მემილიარდედი არის მასშტაბი, რომელზეც სიცოცხლეა აწყობილი. დნმ-ის მოლეკულები ამ ზომაშია აწყობილი, ასე ვთქვათ. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ეს ზომა კიდევ 1000 ჯერ დავაპატარავოთ. ეს იქნება უკვე 10 ხარისხად -12 მეტრის მეტრილიონედი. ეს არის გამოსხივების ტალღის სიგრძის მასშტაბი. ეს არის ყველაზე მაღალი ენერგიის ელექტრომაგნიტური გამოსხივება, რომელიც ყველაზე ენერგიული ფოტონებისგან მიიღება. ასევე გამოსხივები გამოიყოფა მაგალითად ბირთვული აფეთქების დროს, ან მაგალითად ასევე მაღალი ენერგიის კოსმოლოგიური მოვლენებისას. მაგალითად ვარსკვლავის აფეთქებისას, როცა ის შავხვრელად გადაიქცევა. ანუ 1 მეტრის მეტრილიონედი იყო ეს და ეს შეგვიძლია კიდევ 1000 ჯერ დავაპატარავოთ.
10 ხარისხად -15. 1 მეტრი გაყოფილი რიცხვზე, რომელიც იწერება 1-ით და 15 ნულით. ანუ 1 მეტრის მეკვადრილიონედი. აი, ზემოთ რომ ატომზე ვსაუბრობდით, ეს ზომა არის ატომის ბირთვის ზომა. ატომი არის 10 ხარისხად -10 და ატომი თვითონ მის ბირთვთან შედარებით 100.000 ჯერ დიდია. და ამიტომ არის ეს 5 ნულიანი განსხვავება. წინა ვიდეოში გითხარით ეს მაგალითი, რომ უზარმაზარი დიდი სტადიონი რომ ავიღოთ, რომელიც იქნებოდა ატომი, მის ცენტრში შუაში თუ დავდებთ პატარა ესე ბურთულას, ამხელას. ეგ იქნებოდა ატომ ბირთვი უზარმაზარ სტადიონთან შედარებით. ატომისა და ატომ ბირთვის შედარება. და ეს არის უკვე ძალიან პატარა მასშტაბი. ატომზე 100.000 ჯერ პატარა წარმოედგინეთ. 10 ხარისხად -15. და შეიძლება თქვენ გონიათ, რომ ეს ყველაფერი უკვე ამოვწურით, რადგან ატომ ბირთვზე პატარა რაღა უნდა იყოს, მაგრამ თქვენ შეცდით. ამ ვიდეოში თავარი სიგრძე იწყება ახლა. რადგან ჩვენ კი არ ჩავედით პატარა რაღაცეების ფსკერზე. ახლოსაც არ ვართ, უფრო მეტიც. ნახევარიც არ გაგვიულია. ახლა ხომ საუბრობდით მეტრის მეკვადრილიონედზე. ეგ მასშტაბი, რაც გვაქვს, მეტრის მეკვადრილიონედი. კიდე რომ კვადრილიონზე გავყოთ, ხომ მივიღებთ რაღაცას. ეს იქნება უკვე მეტრის 10 ხარისხად -30. ანუ 1 მეტრი გაყოფილი რიცხვზე, რომელიც იწერება 1-ით და 30 ნულით. და ამის შემდეგ რასაც მივიღებთ, ეგ რომ კიდევ 100.000-ზე გავყოთ, ანუ 10 ხარისხად -35. ეს არის ზომა, რომელსაც ქვია პლანკის სიგრძე. ანუ პლანკის სიგრძე არის მასშტაბი 1 მეტრი რომ გაყო რიცხვზე, რომელიც იწერება 1-ით და 35 ნულით. ახლა ნახეთ. ამ ვიდეოში რაც მოგიყევით, ცოტა ხანი გავაანალიზოთ, მოდი, ცოტა დავისვენოთ, ან ჯობია უფრო დავძაბოთ გონება, მოვემზადოთ და ახლა რასაც გეტყვით, კარგად გაიაზრეთ. ატომი, თვითონ ხო გახსოვთ რომ ხელა ერთი ატომი არის 1 მეტრი, რომ გავყოთ 10 მილიარდზე. მაგხელა არის ატომი. ატომ ბირთვი ხო გახსოვთ რომ ხელა ატომი რომ გავყოთ 100.000-ზე. ანუ ატომ ბირთვი არის 1 მეტრის მეკვადრილიონედი. ახლა ნახეთ. თუ ატომი იქნებოდა დედამიწის ტოლი, პლანკის სიგრძე იქნებოდა ამ დედამიწაზე ერთ-ერთი ატომის ატომ ბირთვის ტოლი. თუ ზუსტად ვერ გაიგეთ რა გითხარით, შეგიძლიათ თავიდან უყუროთ ამ მონაკვეთს. იმიტომ რომ ეს ნამდვილად რთული გასააზრებელია. რატომ არის პლანკის სიგრძე ყველაზე პატარა და რატომ არა მაგალითად სხვა რიცხვი? თავარი მიზეზი ის არის, რომ ეს რიცხვი მოდის სამყაროს ფუნდამენტური კანონებიდან. 1964 წელს ალდენ მიდმა დაადგინა, რომ კვანტური მექანიკის ცნობილი კანონების მიხედვით და ასევე გრავიტაციის კანონების გამოყენებით შეუძლებელია ობიექტის მდებარეობა ისეთი სიზუსტით განსაზღვრო, რომელიც პლანკის სიგრძეზე მოკლეა. ასე რომ, რაც აქამდე ვიცით კვანტური მექანიკის შესახებ, პლანკის სიგრძეზე მცირე სიგრძეს აზრი არ აქვს. ახლა მოდი დავიწყოთ შედარება. ეს სიპატარავეში სიღრმე გავზომოთ კოსმოლოგიურ გიგანტურ სიდიდეებთან. ზოგადად რომ დავძებნოთ ინტერნეტში 10 ყველაზე დიდი ვარსკვლავი, ეს ტობათეული სულ იცვლება, რადგან ახალ ვარსკვლავებს აღმოაჩენენ ხოლმე. ახლა რაც ვნახე, ყველაზე დიდ ვარსკვლავად ითვლება WOH-G64. ზოგადად რომ იცოდეთ, ვარსკვლავები იზომება იმით, თუ რამდენი მზის მასა აქვს. რამდენჯერ აღემატება მზეს ზომით. ეს WOH-G64 მზეს აღემატება 1540-ჯერ. 1540-ჯერ უფრო დიდია ვიდრე მზე. მზე ხომ იცით რომ ხელა მზეში რამდენი დედამიწა ეტევა. მოდი ამ გამოსვლას გავაკეთებ ჩემს სიმაღლეზე, რადგან მე ვაკეთებ და რატომაც არა. მე ვარ სიმაღლეში 1 და 86 სანტიმეტრი. WOH-G64-ის დიამეტრი, რომ გავყოთ ჩემს სიმაღლეზე, 1 მეტრზე და 86 სანტიმეტრზე. სამყაროში ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომ გავყოთ ჩემს სიმაღლეზე, მივიღებთ 1.152 მილიარდს. ანუ ჩემზე 1.152 მილიარდჯერ დიდია ის ვარსკვლავი. ჩემნაირ ერთმანეთს უნდა დაადო 1.152 მილიარდი, რომ იმხელა გამოვიდეს დიამეტრში ამხელაც ის ვარსკვლავი. ეს ყველაზე დიდის მასშტაბი გვაქვს. ახლა მოდი ყველაზე პატარა, რადგან პლანკის სიგრძეა, პლანკის სიგრძეს შევადაროთ ჩემი სიმაღლე. 1 მეტრი და 86 სანტიმეტრი უნდა გავყოთ პლანკის სიგრძეზე. პასუხი არის 115 დეცილიონი. 115 დეცილიონჯერ გრძელი ვარ პლანკის სიგრძეზე. ახლა შევადაროთ ეს ორი პასუხი. პატარა მასშტაბებში გაცილებით დიდი რიცხვი მივიღეთ, ხო? ძალიან ბევრად. ახლა ამ პასუხებიდან დიდი რიცხვი რომელიც არის, მაგაზე გავყოთ მეორე რიცხვი. ეს პასუხი არ მომეწონა, იმიტომ რომ ძალიან სუდი პასუხია. პლანკის სიგრძე იმდენად შორია, 100 სექსტილიონჯერ ახლოსაა ჩემი და ვარსკვლავის ზომა ერთმანეთთან. ვიდრე ჩემი და პლანკის სიგრძის. ანუ ეს ისიც რას ნიშნავს? პლანკის სიგრძე იმდენად შორსაა, რომ მე და სამყაროში ყველაზე დიდი ვარსკვლავი, რომელიც 1540 მზის მასაა, თითქმის ტოლები ვართ. ახლა ნახეთ. ეს პასუხი რადგან არ გვაწყობს და ყველაზე დიდი ვარსკვლავი არ გამოდგება არაფერში, იმიტომ რომ პატარაა, მოდი ავიღოთ მთლიანი სამყარო.
თლიანი დაკვირვებადი სამყარო. 93 მილიარდი სინათლის წელიწადი. ანუ სამყარო, სადაც სინათლე ყველაზე სწრაფი რაღაც მოძრაობს 300,000 კილომეტრი წამით და 300,000 კილომეტრი წამში სიჩქარით, რომ მოუნდება გაიაროს 93 მილიარდი წელიწადი. ეს მასშტაბი ავიღოთ და ეს მასშტაბი გავყოთ ჩემს სიმაღლეზე 1 მეტრზე და 86 სანტიმეტრზე. და ეს შევადაროთ შემდეგ ყველაზე პატარას. და რა პასუხი მივიღეთ? ჩემიდან მეტრი და 86 სანტიმეტრიდან თელ სამყარომდე რა მანძილიც არის 93 მილიარდი სინათლის წელიწადის მანძილამდე. ამაზე 253 მილიონჯერ გრძელია გზა ჩემიდან პლანკის სიგრძემდე. საშინელი მაინდბლოუა. ანუ ესე უხეშად რაღაც რო შევაჯამოთ. სამყარო რო გონია რომ უკიდაგან დიდია და რა თქმა უნდა მართლა ასია. ჩვენი ზომებით სამყაროსთან, ესე კოსმოსთან, ვარსკვლავებთან, galaktikebtan გამოდის რომ ძალიან ახლოს ვართ. და უცხო პლანეტებზე რომ ფიქრობს ხალხი და რაღაცა სიცოცხლეებზე სხვაგან არის თუ არა და როგორი არის და ასე შემდეგ. უცხო პლანეტები კი არა, შიდა პლანეტები არის უფრო საინტერესო და უფრო დიდი სივრცის და მასშტაბის მატარებელი. და მოვიწყინე ახლა. ვიდეო მორჩა მოწყენილ კვალობაზე და ახლა ცოტას კატას ვეთამაშები. აქ რომ დადის ლუნა, ასე გამელამუნება ხოლმე. ბევრ ჩემ გამწერს, უყვარს ჩემი კატა როგორ ჩანს და სულ კარგ კომენტარებს უწერენ და ძალიან დიდ პატივისცემაშია. და უკვე მეორე შემთხვევაა, როცა რაღაცებს უგზავნიან საჩუქრად და თავისი სპონსორები ყავს. ეხლა მითხრეს რომ თუ შეიძლება თქვენს კატას სასუსტამები გამოუგზავნოთო და მეთქი სიამოვნებით. თან რომ გავხედე როგორ უნდა მეთქვა ვარი. MPETS არის ბელგიური ბრენდი, რომელიც აწარმოებს ძაღლების და კატებისთვის მოვლის საშუალებებს, სნექებს და ახლა უკვე ჟელებსაც. კატის ჟელეებში ბევრი სახეობაა. პრემიუმ კლასის ჟელია, რაც ნიშნავს, რომ აუნენ ნივთიერებებს არ შეიცავს. და თან ყველაზე საინტერესოა, რომ ერთი ლარი ღირს. ძაღლებისთვისაც არის. საქართველოს მაღაზიებში რომ მოიკითხოთ MPETS-ის ჟელეები, იპონით. ზოგადად ცხოველების ჟელეებს როგორ აკეთებენ? ცოტა ვერ ხვდები, რადგან ჩემი კატა ხო ისეთია ძალიან სოლიდური, დინჯი, არისტოკრატი და თავკერძა და სულ ზემოდან იხედება და როგორც კი ამ ჟელეს დაინახავს, ეგრევე იცვლება. აი მაგალითად გავტესტოთ. ავიღოთ ეს და დავანახოთ. აი გაიქცა თავის საჭმელის ადგილზე რომ მიუტანო იქ. მოდი. ვის გეგონათ რომ დღევანდელ დღეს კატის ASMR ვიდეოს ნახავთ, მაგრამ ეს გაკვეთილი იყოს და იცოდეთ რომ ცხოვრებაში ბევრი მოულოდნელობა ხდება. მადლობა რომ ეს ანებირებთ ჩემს კატას და იქნებ უფრო პოზიტიური თვალებით ჩამოხედოს. მითხრეს რომ რომელი გემოც უფრო მოეწონება, იმას კიდე გამოუგზავნითო და ძალიან მეცინება ზოგადად იმ ფაქტზე, რომ რადგან ესე ჩემს ვიდეოებში უკან დადის ხოლმე, მაგის გამო თავისი სპონსორები ყავს. ძალიან სასწრაფოა.